შეთანხმებიდან 24 საათში ამერიკა-ირანის ზავი დაირღვა. თეირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა. მიზეზი ლიბანზე ისრაელის თავდასხმებია. ირანი ამერიკა-ისრაელ სამშვიდობო პუნქტების დარღვევაშია. დანაშაულებს ისრაელი კი აცხადებს, რომ ლიბანზე თავდასხმების შეჩერება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ლიკვიდირებულია სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთი ტერორისტული ორგანიზაციის მეთაური მაჰერ ჰასემ ჰანდანი. ისრაელის თავდაცვის ძალები წერს, რომ ჰამდამი პასუხისმგებელი იყო ტერორისტების გადაბირებაზე იარაღის მიწოდებასა და ლიბანის წინააღმდეგობის ჯგუფის დაფინანსებაზე. ანგარიშით, რომელსაც დღეს თეირანს წარმოუდგენ, მომავალი 100-დღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ. ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი წერს. ალი მოჯანი რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ომის სიძულვილი და უსამართლობა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ პრინციპებს. ქრისტე აღსდგა არის ძალადობისა და შიშის უარყოფა და მშვიდობისაკენ მოწოდება. ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ხაშურში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა. მთავარ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.